ბატონიკა, დიმიტრი ხუნდაძე ცდილობდა დღეს ეთერში მაქვსო არგუმენტები, რომ ეს არ ყოფილა სპექტაკლიო. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე, რაც გადაგარწმუნებთ, რომ ეს არ არის ლიდერის პასუხისმგებლობა და ეს არ იყო წინასწარ შეთანხმებული სცენარი? მოგესალმებით, ეხლა მე არაფერში გადაწმუნება პირადად არ მჭირდება, პრობლემა ქართულ ოცნებას სად შეექმნა, საზოგადოებას ვეღარ არწმუნებს, თავის გუნდის წევრებს, საკუთარი გუნდის ხარდაჭერთან ნაწილსაც კი ვერ არწმუნებს და ამას რა ქვია? ამას ქვია, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა მოჭიდებას ვერ არფოვებს საზოგადოებაში. უბრალოდ აღარ მუშაობს, გაიცვით. ანუ ის სპექტაკლი, რომელშიც რა შეიძლება ეს პროპაგანდისტული, ესე ვთქვათ, მესიჯები იყოს, რაღაც პუტინზე არის საუბარი, თითქოს აი ჩავარდა პუტინის გეგმა. მთელი განსაკუთრებით 2016 წლიდან, ხომ ესენი თამაშობდნენ და ჯერ კიდევ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებში დობა არსებობდა და ფიქრობდნენ, იქნებ ეს ასე არ იყოს. მაგრამ მას შემდეგ რაც უამრავი ფაქტი გაცხადდა და მხილებულნი იქნენ ისინი ელემენტარულად დანაშაულებს თავის დავანებებთ ყველში, ხო? ნუ გუშინდება დღეს დაარწმუნა ყველა, რომ ქართული ოცნების მხრიდან წარმოებული პოლიტიკა არის სიმულაცია. აი როგორ გითხრათ, იცი, როგორც აი კიჩი არის ხელოვნებაში, ხელოვნების სიმულაცია, ისეთივე, ასე ვთქვათ, ვითარება ახლა ქართულ ოცნებაში, რასაც აკეთებენ ისინი, ამას ეძახიან პოლიტიკის კეთებას, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკის სიმულაცია. ის რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა იკადრა და იკადრა იმიტომ რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა და მე ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვ ამას გააკეთებდა და რატომ ჯეროდა ასე ჯიუტად, ვინაიდან ახლა რა წამსაც პროპორციული სისტემა ამოქმედებოდა, ბიძინა ივანიშვილი უკვე ვეღარ იქნებოდა ერთპიროვნული მმართველი და მან ეს იცის და ახლა შეიძლება მართლა ახლა ფიზიკა მათემატიკაში არ ამზადებდა ახლა სტუდენტებს, მაგრამ ამდენი იცის ნამდვილად და მიხვდებოდა 150-ის ფარგლებში ამდენს ხვდებოდა, შეუძლებელი იყო, ხო? ამიტომ გადადგა ის ნაბიჯი, რა ნაბიჯის გადადგა, საერთოდ არ გაუწია ანგარიში არავის არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, იმიტომ რომ ნუ ეხა კი გასაგებია ელჩებს ხდება, ელჩები თხოვდნენ ხარდაჭერას ამ კანონ პროექტზე, მაგრამ ეხა თვლით რა, როდესაც თავის თავთან რჩებოდა, მარტო ეხა როცა წავაგებ მე არჩევნებს, ეხა ეს ელჩი მე ვერ დამეხმარება, მე ოლიგარქს, რომელმაც ვიცი თუ როგორ ასრულებენ საკუთარ ასე ვთქვათ ბედს ბევრი ოლიგარქი პოსტსაჭოთა სივრცეებში, მე ეხა არც ევროკავშირის ელჩი და არც ამერიკის ელჩი და არც ერთი ქვეყნის ელჩი და პარტნიორი საერთაშორისო ხარს აღარ დამიჭერს მას შემდეგ რაც უკვე თავი და ბოლომდე ვიქნები გაშიშვლებული პოლიტიკურად და გადადგა ეს ნაბიჯი და ეს რაღაცა კოჭლი არგუმენტით, ნუ კოჭსაც ვერ და ორივე ფეხით კოჭლი არგუმენტი მოყავთ რომ თითქოს ვერ დაარწმუნეს საკუთარი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილმა. იქ სხვადასხვა სულ არის საუბარი. ესეც თვლით არის, რომ ასეთი საარჩევნო სისტემა ძირითადად აწყობს ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. აი თქვენ რა გაქვთ, თქვათ კონტრარგუმენტი ასეთი მოსაზრების საპირისპირო? ამ შეკითხვისთვის, იცით, მთელი 4 თვის განმავლობაში გუშინდელ დღემდე თუ დააკვირდებოდით საზოგადოებასაც მივაქცევებ ამაზე ყურადღებას, ისინი საუბრობდნენ, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ აწყობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ხო? არის ნაციონალური მოძრაობა. და ხელებს იშვეტდნენ და ამბობდნენ, რომ აი ახლა მორჩა გათავდა, არა და პირველივე დღიდანვე ვიყავით მართლაც ძალიან კმაყოფილები ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა პროპორციული სისტემები თუ ვინმეს აწყობს ნაციონალურ მოძრაობას უნდა აწყობდეს. მაგალითისთვის გეტყვით რა, ხა 2016 წელს პროპორციული სისტემით ჩატარებული იყო არჩევნები, ხო? ხო, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობაში 27 კაცია შეიყვანა პარლამენტში, დაახლოებით 50 შეიყვანა და შემდეგ. მაგრამ რა მოხდა ბოლო ორ დღეში შეცვალეს ფირფიტა და სრულიად საპირისპირო რამ თქვეს, რომ თითქოს ერთადერთი პარტია, ვისაც ეს აწყობს, არის ნაციონალური მოძრაობა და ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივას ხარი არ უნდა დავუჭიროთ და სანამდე მივდივართ. ესე იგი რას ამბობენ ესენი ამით ასევე? მანამდე გვაბრალებდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა გვიწყობს და ცდილობს დღენიათაკ რომ მოახდინოს ქვეყანაში რევოლუცია სხვადასხვა მეთოდებით, გახსოვთ ხო, ეხლა რევოლუცია და ახლა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში მოგვიგეს ნაციონალური მოძრაობა. ნუ ასე ქვია ხო ამ ამბავს.
აცდენილები არიან საერთოდ რეალობას სამართლებრივი სისტემა გასულები ეს არიან. გადაწყვეტილება არის იმის აღიარება, რომ კოალიციის გარეშე ისინი ვერაფერს ვერ იზამდნენ, მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, რომ 50-ზე მეტ პროცენტს აიღებდნენ. ანუ ამ გადაწყვეტილებით გვაჩვენეს, როგორ აფასებდნენ თავიანთ ჩანსებს პროპორციული სისტემის პირობებში. სულ არ ბიზნეს ივანიშვილი გუშინდელი მიღებული გადაწყვეტილებით გამოჩნდა უსუსტესი. და არა ძლიერი, ხა რომ მის ინტერესებში არ შედიოდნენ, სხვა გზა არ ქონდა. სცენარის სინამდვილეც რომ დავიჯეროთ, ამაშიც სუსტი, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მან საკუთარი თანაგუნდელების გადარწმუნება პოლიტიკურად არაძლიერი და არააქტიური დეპუტატების გადარწმუნება ვერ მე ხშირად ვცდილობ, რომ ნებისმიერი სცენარის პირობებში მისი სიძლიერე არ ჩანდა. ვცდილობ ყოველთვის მაგალითად გამოვიყენო იუფემიზმი, ანუ ფრაზები, კი არ მოგყვდა, მაგრამ გარდაიცვალა, მაგალითად არ თქვა მონურ მორჩილებაში, თქვა უბრალოდ უსიტყვო მორჩილებაში, მაგრამ ახლა მომიწევს ამის. ხო, მეც მიჭირს, მოიტყუა, ვერ ვთქვი, მაინც და გააცურა, არადაი. ბიზნა ივანიშვილმა, ანუ მონუ მართლა ბოდიშით რა, უნდა თქვა, სხვა ვერ აქვს, მაშინ გადავიდეთ სხვა შეკითხვაზე. მართლა მონებს უთხრა, რომ ხახდო, მოდით ახლა თქვენ ილაპარაკეთ ის, რასაც მე გეტყვით, ალაპარაკა, ისაც ალაპარაკა და ოდენავ მაინც სადღაცა გულის სიღრმეში ახლა თამოყარეობა ვისაც შერჩენია, ხო და რაღაცა იქ ანათებს და კიაფობს, ხო, იმ ადამიანებს სრულიად სხვა მესეჯი უთხრა. და გაიმარჯვეს, ივანიშვილი ამბობს, რომ სწორედ ასეთი ფრაზებით, მონურობაზე საუბრით, რომ თქვენ გააღიზიანეთ ის დეპუტატები და თავისით არ მომხდარა. არაფერი არა, მონები, თუ კი რაიმე რევოლუცია არის და აჯანყება არის ცნობილი მსოფლიო ისტორიაში, ეს არის მონების აჯანყება, ხო? და ბევრჯერ მოხდა მონების აჯანყება. მე ადრეც მithქვავს და ახლაც გავიმეორებ, რომ თუ კი ვინმე არის დასახსნელი, ეს არის ქართული ოცნების დეპუტატთა უმრავლესობა ამ მორჩილებიდან. ნამდვილად. ამ გზაზე ბევრი ტყვილი თქვა დიანა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, როდესაც ლაპარაკობდა ბიზნესში უკანასკნელ 7 წლის განმავლობაში. 12-ში თქვა, რომ რომუვალ 2016 წელს პროპორციულ არჩევნებს დაუნერგავდა. სამართლიან საარჩევნო სისტემას. დიახ, არა, პროპორციულ 2016 წელს ჩატარდა ძველი სისტემით. 2016-ში თქვა, რომ 24-ში ჩავატარებო და მე განვითარებული მოვლენების გამო 20-ში და არ ჩაატარა. რიგარეში არჩევნების საფუძვლები ამ მომენტისთვის არ არსებობს. აი, რა მომენტისთვის არსებობს? ყველაფერი დათულადია ამ ქვეყანაში 150-ის ფარგლებში, როგორც ვითვლით, ასევე 100,000-ების ფარგლებშიც ითვლება, რა რაოდენობა ადამიანების მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლება წამოვიდეს ვადამდელ არჩევნებს და ეს არის თუ არა კარგი სცენარი ოპოზიციისთვის. რა უნდა, მე მოვინიშნე აქ უბრალოდ ვარ დამოწმებოდი ადამიანი, რომელიც ბედავს და საუბრობს, რომ როგორც არ უნდა შეეცადოს ოპოზიცია ამ პროცესის წარმოჩენასო, პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ანუ დემოკრატიული პროცესია, ბატონმა ენზემკოიანმა მიიღო ასე ხასი. ფაქტობრივად მიიღო. და ერთმა მესამედმა ქართული ოცნების დეპუტატებისა ხმა არ მიცა იმ ინიციატივას, რომელსაც აძლევდა, ხო? მე ვარ ღრმად დარწმუნებული, აი, არის ხო ცხოვრებაში რაღაცა, რაშიც ეჭვი არ გეპარება, აი, ხო არის რაღაცა საკითხები, რაშიც ეჭვი არ გეპარება. აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება, რომ აი ეს ბატონი, აი ეს ახალგაზრდა ბატონი, რომელიც გამოყავთ ეხლა და ალაპარაკებენ იმას, რაც თამოყარე ადამიანი არ უნდა კადრულობდეს, რასაც სრულიად საპირისპირო სიტყვის ძალიან მალე. ნოემბრის ბოლომდე, არა აგვიანეთ ნოემბრის ბოლომდე, არ უთქვამთ, არ გაუკეთებიათ თუ რა. ბევრი შესაძლებლობა არის. ისიდან გუშინდელ დღემდე. დიახაც, თავი რამ არ დაგვავითრეს, ხახდო, არავის არ ეშინია არც ერთი საარჩევნო სისტემით ამათთან არჩევნებში შესვლის. პირიქით, ახლაც ვამბობთ, რომ ნებისმიერ საარჩევნო სისტემით დავამარცხოთ, ახლა მით უმეტეს საერთოდ. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რასთან მქონდა საქმე, საარაკოთ ყოველთა მართველმა ძალამ ისეთი იკადრა, ისეთი ტყუილი იკადრა, რომელიც არ შეგჭება ქვეყანაში, არც ერთ სახელმწიფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ ეხა, ღიად უნდა შევეგუოთ და დემოკრატიული პროცესი ვერასდროს ვერ განვითარდება, ხო? გამორიცხული ამბავი არის ეს. მაგრამ არის სხვადასხვა გამოსავალი, როგორ უნდა მივახციოთ ვადამდელ არჩევნებს, ოღონდ იმ პირობით, და ჩემი ეს არის კაცრი
ასე თქვა მოთხოვნა პარალელურად თავრობა უნდა გადადგეს და გახარება უნდა ჩაატაროს არჩევნები. როგორ გეტყვით ერთ-ერთი გამოსავალზე. როგორ ხალხის იშლება მაგალითად რა თქმა უნდა დღეს მოგდა პარლამენტარიზმი ეს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე არ გახავთ. ჯერთვის პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის თუ კი ვინმე არ არის ეს ადამიანი არის ბატონი კობახიძე ხო? ეს ადამიანი უბრალოდ არის, არ ვიცი, ჯამბაზიც არ იკადრებს რა ამას ახლა ჩემი ცოლის დაქალებში არ საუბრობენ ასე ეს ადამიანი საუბრობდა ასე იქაც არ დგამენ რაღაცა სცენებს და ეტუდებს ხო ხო ეს არ შერჩებათ უბრალოდ არ არსებობს და გეუბნებით ეს არ გაგრძელდება თვეებით ეს პროცესი ნოემბრის ბოლომდე არ აუგიანეს ეს ადამიანი აგეთ თუ ვისაც უნდა დაიმავსოროს და გავიხსენებთ მე ეს ადამიანი სულეთ საპირისპიროს იტყვის რა ეს არის უკვე თავხედობა. ამას უნდა უპასუხოს საზოგადოებამ ძალიან მჭახეთ ქუჩიდან. რუსთაველის გამზირი უკანახებს პროცესს, როგორ უნდა გამოვიდეს შიგნით და იშლება ერთ გამოსავალს გეტყვით, როგორ. როდისთვის ელოდებით აი რაღაც ხელშესახებს შედეგს, რომ უახლოეს პერიოდში. გეტყვით, როგორ ერთ-ერთი გამოსავალს იშლება, ხო, ეხლა პრაქტიკულად უმრავლესობა რა. არ დაიშლება, უპარწმუნებს ეს. ვაიძულებთ რომ დაიშალოს, ვაიძულებთ დაიშლება. დაიშლება და რუსთაველის გამზირი დაშლის. 76 დეპუტატს როგორც კი ჩამოწდება კონსტიტუციის თანახმად თავრობას პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს თავიდან დობა. და აი ეს მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, ვინც მოამზადებს ქვეყანას საარჩევნოდ და ამ ყველაფერს უკანახებს საზოგადოება რუსთაველის გამზირიდან და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირიდან. მთელი პოლიტიკური პროცესი გადმოსულია ხა ქუჩაში და ხელისუფლებას მოუწევს საზოგადოების დიქტატის ქვეშ საქმიანობა. ზღვას გადაცურებული ხალხი ვართ, ხახნო. უამრავ ნევსის ყუთში გამძლვარი ხალხი ვართ და ამ გუბეში არ ჩავიხრჩობით. აი ამ გუბეში რომელსაც ეხლა ასხავს ბიძინა ივანიშვილი არ ჩავიხრჩობით. ზღვაში არ ჩავშალოთ და ბევრ რამეს გავუძელით და ახლა მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილი ცდილობს რომ ყალიბში მოაქციოს ეს პროცესები თავისივე ჩამოსხულ ყალიბში და იმ ფონზე როდესაც ნინო ჟიჟილაშვილს ნაციონალური მოძრაობას და თქვენი პოლიტიკური პარტიაო ეძახიან ნიკა ყველა სხვა დანარჩენი სწორედ ის ადამიანები რომლებიც ერთად იდგნენ აი ეს პოლიტიკური პარტიების ერთობაც იყო სწორედ ნაციონალურ მოძრაობად გასაღებული სხვათა შორის ნინო ჟიჟილაშვილი იყო იქ ეს პასაჟი თავადაც თქვა კრიტიკული რომ იყო ძალიან კრიტიკული ნაციონალური მოძრაობის მიმართ თორსა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო მე არ მახსოვს ალბათ რაღაცას აკეთებდა მაგრამ მე არ მახსენდება იმ დროიდან ირაკლი კობახიძე საუკეთესო შეფასება ჩემის აზრით თუ ყოველ შემთხვევაში ჩემ გარემოცვაში მისცა ჩემო მეგობარმა აგუშ Facebook სტატუსი გამოაქვეყნა ეკა ხერხეულიძე მომას თქვა რომ არაეთიკურიაო ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ექსპლუატაცია კობახიძეზე გულისხმობ. ნამდვილად იგივე გააკეთა გუშინ აჭარის ტელევიზიას, ოდესაც ერთვებოდა პირდაპირ ეთერში. ზუსტად იგივე. ანუ ყველაფერს და ყველას ეძახის, ანუ გუშინ ასევე დაეჭერა და ყველაფერი რაც მოძრაობსო, ნაც ეძახის, ანუ ნაც მოძრაობა. მართლა ასე არის. ადამიანი გასული არის გაღმა. თავარი მოკლედ 17-ში 3 საათზე ყველანი გარეთ უნდა გამოვიდეთ. და ჩვენ მივახცევთ გამარჯვებას. ეროვნული წინააღმდეგობა უნდა ავიდეს კიდევ უფრო სხვა ხარისხში. აგიზრდება პროტესტი და დემოკრატიული ტალღა ამათ აუცილებლად წალეკავს. სხვაგს არ დაგვიტოვებს, ბაბატია, არ დაგვიტოვებს.